Շնորհակալ եմ շատ, հարգելի վարչապետ Կոբախիձե, հարգելի վարչապետ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ბატონო ასადო, მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დამსწრე საზოგადოება. Շնորհակալություն հայտնել Უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს კოლეგას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს եւ ջերմ ընդունելության համար. მოწვევისთვის, აი ამ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას მეორედ ვიღებ უკვე საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ქვია. თავისი სახელიდან გამომდინარე, ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციოზისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. ჩვენ სწორად ბრძანეთ 2024 წლის ნოემბერზე აი ამ პლატფორმის შედეგად მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც პრინციპში გადაიქცა მხარდაჭერის მექანიზმად. და ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭრა მას მხარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობები განვავითაროთ არა მარტო სომხეთის, ისლამური რესპუბლიკის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს საშუალებით, არამედ საზღვრების გახსნით მათთან. მე სიხარულით ვადასტურებ აქვე, რომ დიდი წარმატება გვაქვს მიღწეული აი ამ მიმართულებით და 2025 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის მშვიდობის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ასევე ბატონმა ტრამპმა. ეს დეკლარაცია კონკრეტულად ეხება რეგიონულ კომუნიკაციას. და ჩვენ ვაცხადებთ იმ დეკლარაციაში, რომ ხაზს ვუსვამთ კომუნიკაციის ურთიერთობის დიალოგის მნიშვნელობას ორმხრივ საერთაშორისო ფორმატებში მშვიდობის კეთილდღეობის სტაბილურობის უზრუნველყოფას, რეგიონალურ ჭრილში, სუვერენიტეტის დაცვით, ტერიტორიალურ ურთიერთობების და მთლიანობის აღიარებით. ეს ძალისხმევა არის შეუზღუდავი დაკავშირებადობის უზრუნველყოფად აზერბაიჯანის რესპუბლიკას და ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა საერთაშორისო და სახელმწიფოთა შორისი დაკავშირებადობისთვის. და რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ ეს ციტირება, რაც მოვახდინე ჩვენი მშვიდობის დეკლარაციიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონებო და ბატონებო, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი განაბიჯი გადადგა და განახორციელა აი ეს სულისკვეთება. აზერბაიჯანი უკვე ხსნის შეზღუდვას თავისი ტერიტორიის გავლით ჩვენ მიმართულებით საქონლის ბრუნვაზე. და ეს გუშინ განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მე მადლობას ვუხდი მას აი ამ ნაბიჯისთვის, ამ გადაწყვეტილებისთვის და მივესალმები ამ ინიციატივას. ეს თვეების წინ წარმოუდგენლად მიაჩნდა ყველას ყაზახეთიდან შემოდიოდა საქონელი საქართველოს გავლით და ამ ტერიტორიების შემოვლით და სწორედ იმისთვის, რომ მოიხსნა ეს ბარიერები ბატონი ირაკლი კობახიძე და ბატონი ჯომარ გარიმოვის ძალისხმევით ეს უკვე შესაძლებელი გახდა და მადლობა მინდა გადაუხადო აი ამ ძალისხმევაში მონაწილე ლიდერებს. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმასაც, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტში კვლავ ციტირებას მოვახდენ, სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს შეერთებული შტატების მთავრობასთან და ერთობლივად მონიშნულ მესამე მხარესთან იმისათვის, რომ ტრამპის მარშრუტი იქცეს რეალობად მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და უზრუნველყოფილი იყეს სომხეთის ტერიტორიაზე დაკავშირებადობის უნარის და ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ და ამ მიზანს აუცილებლად მივახცევთ ყველაზე სწრაფი ჩვენ ეხლა უკვე ვმუშაობთ შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომ განვახორციელოთ
ეს შეთანხმებები, ეს დათქმები ასევე მახარებს იმის თქმა, რომ პოზიტიური დიალოგი გვაქვს თურქეთსა და ჩვენს რესპუბლიკას შორის, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენი საზღვარი გაიხსნება და აქვე მინდა დავადასტურო, რომ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ტექნიკურად მზადა ვართ იმისაც, რომ ტრანზიტი მოხდეს საქონლის დღეიდანვე. გაზრდების გარეშე ნამდვილად დღეიდან შეგვიძლია გავატაროთ თვითმფრინა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გამოყენებით. სახმელეთო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მზად არის ამისთვის მარგარას, ილღნაღზორის, სესიაროსტორის პუნქტების გამოყენებით. პოლიტიკურად მზად ვართ ვუზრუნველყოთ ტრანზიტი ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიამდე და პირიქით სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით და ტექნიკურად ჯერ კი არა ვარ მზად ინფრასტრუქტურის აღქმის გამო, მაგრამ პოლიტიკურად უკვე მზად ვართ, რომ სარკინიგზო ტრანზიტი ვუზრუნველყოთ ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიიდან. რკინიგზა აი ამ ფრაგმენტებში რეკონსტრუქციას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ და თქვენც გაწმუნებთ, რომ ეს ტექნიკური საკითხები ასევე მოგვარდება 2-3 წლის განმავლობაში, უახლოეს პერიოდში და ელექტროენერგიის ქსელიც გაიმართება აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიებზე ნახჩევანის გავლით და თურქეთის დაკავშირებით. ეს საგზაო და ელექტრონული ინფრასტრუქტურა განვითარდება სამხრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე დიალოგის საგნად იქცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ასპექტში ისა ის, რომ მშვიდობა უკვე დამყარდა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ვაშინგტონის სამიტის საფუძველზე. ჩვენ მუშაობთ იმისაც, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს და ეს შეთანხმება ხელშესახები გახდეს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები განვითარდეს და გასწორდეს და ეს ინიცირებული იქნება ვაშინგტონში. ამის პარალელურად, როგორც ვახსენე, ყველა სატრანსპორტო მარშრუტი გაიხსნება ერთი მეორეს მიყოლებით და ისტორიულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს რეგიონს. ქალბატონებო და ბატონებო, მე გავეცანი კომენტარებს კონკურენციის შესახებ სატრანსპორტო პროექტებს შორის ამ რეგიონში და მიმაჩნია, რომ ეს კონკურენტული მარშრუტები არ არის, არ ვეთანხმები ამ კომენტარებს. ეს ერთმანეთს ავსებს. ერთი მეორის შემავსებელი მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად ზრდით. აი ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზა გაიხსნება და გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართებით. ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, არის ის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცეს აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა აი ამ ქვეყნების ტერიტორიებზე გაიზრდება, განვითარდება და დაითვისდება და იმასაც კი ვიტყვი, რომ არ იქნება საკმარისი იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საერთაშორისო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც უკვე აშკარაა. ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანმა, იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა გქონდეს მუდამ. ჩვენ საბოლოო ჯამში უკვე დავაფუძნეთ ის კონდიციის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს სამხრეთ კავკასიას. განვითარება იქნება უცილობელი
მუდმივი წიწვუღვის საფუძველი ენერგეტიკის გადამცემი ხაზების კომერციული თვითმფრინავის და რკინიგზის მიმოსვლის განმავითარებელი ჩვენ რეგიონს დაუბრუნდა მშვიდობა და ჩვენი ცხა დაგვრჩენია რომ მეტი თვითმფრინავით დავწვირთოთ მეტი ენერგიით მეტი ელექტრონული ხაზებით მეტი კეთილდღეობით მეტი განვითარებით რაც სამხრეთ კავკასიას კიდევ უფრო გააძლიერებს და მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს და გაზრდის ტემპს და მოცულობას კეთილდღეობისა განვითარებისა და ზრდისა ყველა ჩვენთაგანისთვის სომხეთისთვის, საქართველოს და აზერბაიჯანისთვის დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას გონს და განწყობას, რომ უზრუნველყოთ აი ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკის და რა თქმა უნდა ჩვენს სხვა მეზობლებთან თანამშრომლობის გზით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით ბატონო ირაკლი კობახიძე მონაწილეებო ქალბატონებო და ბატონებო მადლობა ყურადღებისთვის